ტახტი შენი ცხოვრების არქიტექტორი დაიწყე ამ იმასალი ჩენება რაც მოგეცა, გასაგებია რომ ჭრილში სასიამოვნო ემოციებს არ ხვდებით, მაგრამ გარდაქმენი. იუნგი ამბობდა რომ შინაგან ფსიქოლოგიურ ღრმა ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციის სიმბოლური ამბავია, რომ ჩემს კივილს, ჩემს სიღრმისეულ ჭრილოვან ემოციებს რაც არის, მოდი ვთქვათ რა, ხო? ყველაფერი რისიც მეშინია, ყველაფერი რისიც მრცხვენია, ყველაფერი რაც არ მინდა რომ თვალი გავუსწორო, ყველაფერი რაც ჩემს სტაბილურობის განცდას საფრთხეს უქმნის და ის სახე ჩემი რომელიც არ მინდა რომ სხვამ დაინახოს და ჩვენ არ ვართ ჭრილთან როგორც წესი კონტაქტში. ეხლა საუბრით შევდივართ აქ, ვაქტიურებთ ამ ველს, მაგრამ სოციუმის მოთხოვნები, გარესამყარო ყოველთვის გთხოვს რომ გარკვეულ ჩარჩოს დაექვემდებარო. და ის სახე რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ სხვებს არის ხშირად ის სახე რომელიც მიიღო საზოგადოება. და ყველაფერი რაც არ მიიღო, ყველაფერი რაც ჩემშია, მაგრამ შენ შეიძლება ეს არ მოგეწონოს და შენშია და მე არ მომწონს. ეს მიდის ფსიქიკის ძალიან ღრმა პლასტში, შრეში, ჭრილოვან მასალაში და ჭრილოვანი მასალის ძალა შესაბამისად ძალიან დიდია, იმიტომ რომ წნეხი რომელსაც ჩვენ ვცდილობთ რომ მასზე განვახორციელოთ ძალიან დიდია და ფიზიკის კანონები გვეუბნება ჩვენ რომ რა ძალითაც ობიექტზე ზედაპირზე ცდილობს ესე ვთქვათ ზეგავლენა იქონია იმავე მაგრამ საპირისპირო ძალით ის იქიდან ცდილობს რომ შეეწინააღმდეგოს ამას და ჭრილის გაცნობიერება გარდაუვალი პროცესია და ასტროლოგიურად ალბათ ხდება რომ ჩვენ არაერთ რეინკარნაციაში სწორედ ამას ვაკეთებთ რომ ჩვენ განდევნილ ნაწილებს იმ ნაწილებს რომელიც არ მიყვარს ჩემში რომელსაც მსხვენია რომელიც მარშინებს რომელიც არც მინდა რომ მქონდეს ვცდილობ ამას გავექცე და ენერგია რახან არ ქრება ამ ენერგიის კანონის თანახმად ის ტრანსფორმირდება და ამ ჭრილს სხვაში ვხედავთ პროექციაში რო გადავდივართ პროექციული მექანიზმი იქნება და სხვაში მაღაზიანებს მოდმივართ ხო ანუ რაღაცა მატრიგერებს ძალიან ძლიერ ემოციურ შეიძლება ძალიან ხშირად გაუცნობიერება დავინახე ადამიანი და რაღაც უსიამოვნო განცდა გამიჩნდა ხო სხეული დაიძაბა სომატურად ვლინდება და აი ჭრილთან მუშაობა შეუძლებელია სხეულის გარეშე სხეული არის მთავარი იარაღი მაგრძნობინებს აი ამ ძლიერ ემოციას უსიამოვნო ემოციას და მე სავარჯიშოც მაქვს ხოლმე ესეთი ჩემ ცხოვრებაშიც და ჩემს პაციენტებთანაც რომ მოდი დააგვირდი ახლა ყველაფერი ეცადე რომ დაიმახსოვრო რაც გაგაღიზიანებს აგაფრაზებს რაც აქსიამონებს რისიც გშურს რაც გაშფოთებს იმიტომ რომ სინამდვილეში იუნგიც ამბობდა ამას რომ ყველაფერი რაც გარესამყაროში ესეთ ინტენსიურ ემოციურ რეაქციას იწვევს არის ჩვენი ჭრილოვანი მხარის პროექცია და დანახვა გარეთ